მე ძალიან მინდა განვიცადო ქრისტეს ტკივილი, რომელიც მან ჩემთვის განიცადა. როცა ჩვენ საუბრობთ სიკვდილისაგან გვიხსნა, საუბარია მარადიულ სიკვდილზე, მარადიულ სიცოცხლეზე, სულის სიკვდილზე და სულის სიცოცხლეზე. და ჩემი ცოდვები მე ვიცი იმდენად მძიმეა, ზნეობრივი სამართლიანობის თვალსაზრისით არ ვიმსახურებ მარადიულ სიცოცხლეს და გარანტირებულად მოვკვდებოდი, ანუ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებოდი. მე ვიცი რომ მე მარადიულ სიკვდილისათვის განწირული არსება გადავრჩი, იმიტომ რომ ქრისტეს ჩემს გამო ტკიოდა. მე ვიცი რომ ის იტანჯა და მოკვდა საფლავში დაიდო და ვიცი რომ იგი ჩემი მხსნელია. ეს ყველაფერი ვიცი თეორიულად და ჩემი როგორც ქრისტიანის მიზანია რომ ეს რაც თეორიულად ვიცი ჩემს გამოცდილებად ვაქციო, განცდად ვაქციო, ჩემს სიცოცხლეთ ვაქციო, გულისცემად ვაქციო, ჩემს სუნთქვად ვაქციო და მე არ მქონდეს კიდე სხვა სიცოცხლე გარდა ამისა. აი ეს მინდა რომ ის რაც რწმენით ვიცი ამ რწმენის შესაბამისი გამოცდილებით ვიცხოვრო, რწმენის შესაბამის მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, არ ვიყოთ ფარისევლები.